როგორ ცხოვრობენ ჯორჯიან მანგანეზის მენეჯერები, უმსხვილესი კომპანიის, რომელმაც ჭიათურის მადნის მოპოვებით 10 მილიონი იშოვა. ამან კი სიკეთე არ მოუტანა არც ჭიათურას და არც დასაქმებულ მაღაროელებს. ისინი დაბალ ხელფასს და სახლების განადგურებას წლებია აპროტესტებდნენ. ხან უკიდურესი ფორმითაც, შიმშილით, თვალის ან პირის ამოკერვით. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ეს ეპიზოდი დააფინანსეს აიფაქტის მხარდამჭერებმა. მოქალაქეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტიკა თან ვერ ემსახურება ხელისუფლებას და თან ვერ აკონტროლებს მას. გახდით ჩვენი დამოუკიდებლობის მცველი. 4 მენეჯერი, ვისაც ამ ეპიზოდში გიყვებით, ქართული ოცნების შემწირველია. მათ 2020 წლიდან დღემდე პარტიას 9 მილიონ ლარზე მეტი ჩაურიცხეს. დავიწყოთ ჯემალ ხარაიშვილით. ის ჯორჯიან მანგანეზში 2021 წელს მივიდა. ახლა მადნის კარიერული მოპოვების დირექტორია. ხარაიშვილს და მის ცოლს უძრავი ქონება აქვთ თბილისში, ბათუმში, ურეკში, ჭიათურასა და ბაკურიანში. მათ შორის ყველაზე ახალია ალიანსის სასტუმროს ნომერი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ხარაიშვილის მეუღლემ 2025 წლის სექტემბერში იყიდა. თვითონ ხარაიშვილმა კი 2022 წელს შეიძინა მშენებარებინა დიღმის ჭალებთან, Modern Cities კომპლექსში. მეუღლის ნათია გაფრინდაშვილის სახელზეა თბილისის კიდევ ერთი ბინა, 2 ავტოსადგომი და ტერასა ტერენტი გრანელის ქუჩაზე. ოჯახის ცხოვრების სტილზე მეტყველებს მათი მოგზაურობის ისტორიაც. მაგალითად, ინდონეზია, მალტა, ბელგია, ესპანეთი და პორტუგალია. ხარაიშვილი ბიზნეს საქმიანობას ეწევა უკვე 20 წელია და წიაღისეულის მოპოვების მიმართულებით თავისი კომპანიებიც აქვს. შემდეგი მენეჯერია ბაქარ დევდარიანი, ჯორჯიან მანგანეზის შიდა აუდიტის დირექტორი. ის წყნეთში, ვაშლის ბაღების ტერიტორიაზე 2 სართულიან სახლს იშენებს, მიწისქვეშა მარნით და აუზით. მშენებლობა 2022 წელს დაიწყო, მიწის ნაკვეთი კი 2020 წელს იყიდა. საჯარო რეესტრის მიხედვით დევდარიანს თავისი კომპანიებიც აქვს, მათგან ერთი საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა, დანარჩენებზე კი ინფორმაცია არ იძებნება. ამ ეპიზოდის გმირებიდან ოცნების ყველაზე მსხვილი შემწირველი სწორედ დევდარიანია. 2020 წლიდან დღემდე პარტიას 260,000 ლარი ჩაურიცხა. ჯორჯიან მანგანეზის გარემოს დაცვის მიმართულებას 2015 წლიდან ირაკლი ნოზაძე ხელმძღვანელობს. იქამდე ის გარემოს დაცვის ministris მოადგილე იყო. ჭიათურაში დღეს ეკოლოგიური პრობლემები არსებობს. ეს ცალსახაა და ამას არავინ არ უარყოფს. 2016 წელს ირაკლი ნოზაძემ თბილისში 129 კვადრატული მეტრი ბინა და 1 ავტოსადგომი იყიდა. 2023 წელს კი მიწის ნაკვეთი ორბედში. ნოზაძე აქტიური ბიზნესმენია. საჯარო რეესტრის მიხედვით ფლობს 10-ზე მეტ კომპანიას. ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციული დირექტორია თემურ ხონელია. მან კომპანიაში მოსვლის შემდეგ ქარელში მიწის ნაკვეთები იყიდა, სადაც ხეხილის ბაღები აქვს გაშენებული. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.